საპენსიო სააგენტოს მმართველობითი საბჭოს საქმიანობა მიმართული იქნება, რომ საპენსიო ფონდის დამზოგველთა ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული, ამბობს საქმის კურსთან საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს ახლად არჩეული წევრი გია მორჩილაძე. გია მორჩილაძე ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიის Foresight Investment Group-ის დირექტორია და აღნიშნავს, რომ საბჭო დამოკიდებული იქნება და ყველა საინვესტიციო გადაწყვეტილება მხოლოდ მონაწილეთა ინტერესების სასარგებლოდ იქნება ამ მიმართულებით მიღებული. მორჩილაძის თქმით, საბჭოში მისი არჩევით ინტერესთა კონფლიქტი არ იქნება, რადგან კანონის თანახმად მმართველობითი საბჭოს წევრებთან დაკავშირებულ კომპანიებს საპენსიო დანაზოგებთან შეხება ვერ ექნებათ. საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭო 9 წევრით უკვე დაკომპლექტდა. შესარჩევი კონკურსის შედეგად 8 კანდიდატია შერჩეული, მათ შორის არის 3 უცხოელი და 5 ქართველი. მე-9 თანამდებობრივი წევრი ეკონომიკის სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი გულგენიძეა. ჩვენს უყველავ ფუნქციონირებთ სხვადასხვა ქვეყანაში, ზოგი საქართველოში, ზოგი უცხოეთში კაპიტალის ბაზარზე, კაპიტალის ბაზრის მონაწილე კომპანიებში და ყველა შემთხვევაში ჩვენ პროფესიონალები ვართ საინვესტიციო საქმიანობაში, ძალიან კარგად გვესმის არა მარტო ეს საქმიანობა, არამედ ის პასუხისმგებლობაც, რომელიც ჩვენი ქვეყნის დამზოგველების, საპენსიო ფონდის დამზოგველების, ჩვენი მომავალი თაობის წინაშე. და რა თქმა უნდა, ეს ჩვენ სულყელანი ვიქნებით, ჩვენი მმართველობითი საბჭო იქნება დამოუკიდებელი და მხოლოდ და მხოლოდ ყველა გადაწყვეტილება იქნება საპენსიო ფონდის წარმატებული ფუნქციონირებისათვის და საპენსიო ფონდის მონაწილეთა დამზოგველთა ინტერესების სასარგებლოდ. საპენსიო ფონდი, მისი შექმნა და მთელი ეს რეფორმა ეს დამოუკიდებელი საქართველოს ან თანამედროვე საქართველოს ისტორიაში მინდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია. აქ უკვე 6 მილიარდი ლარია შეგროვილი, წარმატებით ფუნქციონირებს იქ, სერვისები ძალიან კარგად არის ორგანიზებული და ეს სასახელო პროექტია, რომელიც უნდა გაგრძელდეს და წარმატებით იფუნქციონიროს ჩვენი ქვეყნის და მისი დამზოგველების სასარგებლოდ.